საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. ჩვენი გაკვეთილის მიზანია შევისწავლოთ კვადრატული ფესვის შემცველი გამოსახულებების გარდაქმნა. ჩვენ ამ თემას ნაწილობრივ უკვე გავეცანით, ამჯერად უფრო შედარებით რთული გამოსახულებების გამარტივებას მოვახდენთ. ამისათვის კვლავ შეგახსენებთ არითმეტიკული კვადრატული ფესვის იმ თვისებებს, რომლის გარეშეც გამოსახულებათა გამარტივება შეუძლებელი იქნებოდა. პირველი თვისება არის ასეთი. განვიხილოთ ნამრავლიდან, ასა და ბ-ს ნამრავლიდან არითმეტიკული კვადრატული ფესვი, რომელიც ტოლი არის არითმეტიკული კვადრატული ფესვი A-დან გამრავლებული არითმეტიკული კვადრატული ფესვი B-ზე. ამ შემთხვევაში მოითხოვება, რომ A და B იყოს არაუარყოფითი რიცხვები. მეორე თვისება ეს იყო არითმეტიკული კვადრატული ფესვი წილადიდან, A-ს B-სთან შეფარდებიდან არითმეტიკული კვადრატული ფესვი, ტოლი არის ფესვი მრიცხველიდან A-დან შეფარდებული ფესვი ნიშნელიდან, ანუ B-დან. ამ შემთხვევაში A უნდა იყოს მეტი ან ტოლი 0-ზე, ხოლო B კაცრად მეტი უნდა იყოს 0-ზე, რადგანაც B ამ შემთხვევაში ნიშნელშია და მოგეხსენებათ 0-ზე გაყოფა არ შეიძლება. მესამე თვისება არითმეტიკული კვადრატული ფესვი A კვადრატიდან, ტოლი არის A-ს მოდულის განმარტების მიხედვით ეს არის A-ს ტოლი თუ A მეტი ან ტოლია 0-ზე, ხოლო თუ A არის ნაკლები 0-ზე ან უარყოფითი, ამ შემთხვევაში A-ს მოდული და შესაბამისად ფესვი A კვადრატიდან უტოლდება ნიშანშეცვლილ A-ს, ანუ მინუს A-ს. და ბოლოს მეოთხე თვისება, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს თვითონ არითმეტიკული კვადრატული ფესვის განსაზღვრებიდან, ეს არის ის, რომ არითმეტიკული კვადრატული ფესვი A აყვანილი კვადრატში არის A-ს ტოლი. აი ამ თვისებების გამოყენებით განვიხილოთ შემდეგი გამოსახულებების გარდაქმნა. პირველი მაგალითი. ორი ფესვი 98-დან მინუს ფესვი 32-დან და დამატებული ფესვი 50-დან. გარდაქმნათ ეს გამოსახულება. ამისათვის, როგორც ჩვენ უკვე ვიცით, საჭიროა, რომ ფესვქვეშ მოქცეული რიცხვები დაიშალოს მომრავლებად ისეთნაირად, რომ ერთ-ერთი თანამომრავლიდან ფესვი ზუსტად ამოდიოდეს. მაგალითად 98-ის დაშლა მოვახდინოთ როგორც 49-ჯერ 2, 32-ის დაშლა მოვახდინოთ როგორც 16-ჯერ 2, ხოლო 50-ის დაშლა როგორც 25-ჯერ 2. თუ გამოვიყენებთ პირველ თვისებას და ნამრავლიდან ფესვს გარდავქმნით როგორც თითოეული თანამომრავლიდან ფესვების ნამრავლს, 49-დან ფესვი მოგეხსენებათ 7 ამოდის, რომელიც 2-ზე გამრავლების შემთხვევაში გვაძლევს 14 ფესვი 2-ს. ხოლო მეორე ფესვიდან ასევე პირველი თვისების გამოყენებით 16-დან ფესვი ამოდის 4-ის ტოლი და გვაძლევს ეს 4 ფესვი 2-ს, ხოლო 25-დან ფესვი ეს არის 5 და გვაძლევს შედეგად 5 ფესვი 2-ს. ამის შემდეგ მოვახდინოთ შეერთება ამ წევრების 14 ფესვი 2-ს გამოაკლდება 4 ფესვი 2 და დაემატება 5 ფესვი 2, რაც შედეგად რა თქმა უნდა გვაძლევს 15 ფესვი 2-ს. მეორე მაგალითი. გარდაქმნით წილად ისე, რომ ნიშნელი არ შეიცავდეს ფესვს. ან სხვანაირად ამას შეიძლება ზოგიერთ წიგნში ნახოთ ასეთი დავალება, რომ გაათავისუფლეთ ირაციონალებისაგან წილადის მნიშვნელი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ისეთი ქმედება განვახორციელოთ, რომელიც ფესვის სამს აიყვანს კვადრატში, რის შედეგადაც მოხდება ფესვის მოხსნა. ამისათვის გამოვიყენოთ წილადის ძირითადი თვისება, რომლის მიხედვითაც თუ წილადის მრიცხვას და მნიშვნელს გავამრავლებთ 0-საგან განსხვავებულ ერთსა და იმავე რიცხვზე, ამით წილადის მნიშვნელობა არ იცვლება და რადგანაც ჩვენი მიზანია, რომ ფესვი 3 ავიდეს კვადრატში, მრიცხველის და მნიშვნელიც გავამრავლოთ ფესვი 3-ზე. ამ შემთხვევაში მრიცხველში გვექნება 4 ფესვი 5-ის ნამრავლი ფესვი 3-ზე, რაც ისევ პირველი თვისების გამოყენებით გვაძლევს 4 ფესვი 15-ს, ხოლო მნიშნელში გვექნება 7-ის ნამრავლი ფესვი 3-ის კვადრატზე. ფესვი 3 კვადრატში აყვანის შემთხვევაში ფესვის ნიშნისგან გათავისუფლდება და გვექნება ნიშნულში 7-ჯერ 3, რაც 21-ის ტოლია. შედეგად მივიღეთ
უკვე გარდაქმნილი წილადი 4 ფესვი 15 შეფარდებული 21-თან, რომელიც როგორც ხედავთ, მნიშვნელში ფესვს უკვე აღარ შეიცავს. იგივე დავალება შევასრულოთ მაგალით 3-ში, ისევ შევეცადოთ, რომ წილადი 5 შეფარდებული 3 ფესვი 2-დან მინუს ფესვი 3 ისეთნაირად გარდაქმნათ, რომ ამ შემთხვევაშიც ნიშნელი აღარ შეიცავდეს ფესვის ნიშანს. ამ შემთხვევაში საჭირო არის იმისათვის, რომ ფესვები მოიხსნას, წილადის მრიცხველი და მნიშვნელი გამრავლდეს ნიშნელის შეუღლებულ გამოსახულებაზე. შეგახსენებთ, რომ შეუღლებული გამოსახულება 3 ფესვი 2-ს მინუს ფესვი 3-ისა არის იგივე რიცხვების ჯამი, ანუ 3 ფესვი 2-ს პლუს ფესვი 3. მოვახდინოთ 3 ფესვი 2-ს პლუს ფესვი 3-ზე მრიცხველისა და ნიშნელის გამრავლება. შედეგად მრიცხველში მიიღება 5-ის ნამრავლი 3 ფესვი 2-ს პლუს ფესვი 3-ზე, ხოლო ნიშნელში გვექნება 3 ფესვი 2-ისა და ფესვი 3-ის სხვაობისა და ჯამის ნამრავლი. შემოკლებული გამრავლების ცნობილი ფორმულის მიხედვით ეს გამოსახულება წარმოადგენს 3 ფესვი 2-ისა და ფესვი 3-ის კვადრატების სხვაობას და კვადრატში აყვანის შემთხვევაში 3 ფესვი 2 გვაძლევს 9-ჯერ 2-ს, 3-ის კვადრატი მოგეხსენებათ 9 და ფესვი 2-ის კვადრატი 2-ია, ნამრავლს ანუ 18-ს, ხოლო ფესვი 3-ის კვადრატი უტოლდება 3-ს. გავამარტივოთ ეს გამოსახულებაც, 18-ს გამოკლებული 3 15-ია, 5 და 15 შეიკვეცება უკვე ამ შემთხვევაში, მრიცხველში გვექნება 5-ის ადგილას 1, ხოლო ნიშნელში 15-ის ადგილას 3. ასევე შესაძლებელია 3 ფესვი 2-ს პლუს 3-დან ფრჩხილების გარეთ გავიტანოთ 3, ამ შემთხვევაშიც 3-ები შეიკვეცება და საბოლოო შედეგი ჩვენი გამოსახულებისა იქნება ფესვი 2-ს პლუს 1. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც მოხდა წილადის მნიშვნელის გათავისუფლება ფესვის ნიშნისაგან. განვიხილოთ კიდევ ერთი ასეთი მაგალითი. გაამარტივეთ გამოსახულება x კვადრატს მინუს 3 შეფარდებული x პლუს ფესვი 3-თან. 3 წარმოვადგინოთ როგორც ფესვი 3-ის კვადრატი, რის შედეგადაც მრიცხველში გვექნება უკვე ორი გამოსახულების კვადრატების სხვაობა. დაიშლება მომრავლებად x მინუს ფესვი 3 გამრავლებული x პლუს ფესვი 3-ზე, ხოლო ამის შემდეგ მოხდება x პლუს ფესვი 3-ების შეკვეცა მრიცხველში და ნიშნელში, შედეგად გამარტივების შემდეგ გამოსახულება იღებს ფორმას x მინუს ფესვი 3. თუმცა იგივე გამოსახულება შესაძლებელი არის ასევე სხვა გზითაც გარდაქმნათ, კერძოდ აქ გამოვიყენოთ ისევის მეთოდი, რაც წინა მაგალითში გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ნიშნელი ფესვის ნიშნისაგან გაგვეთავისუფლებინა, ამისათვის წილადის მრიცხველის და ნიშნელის გავამრავლოთ ნიშნელის შეუღლებულ გამოსახულებაზე, ანუ x მინუს ფესვი 3-ზე. შედეგად უკვე ნიშნელში გვექნება ორი გამოსახულების ჯამისა და სხვაობის ნამრავლი, რაც გვაძლევს შემოკლებული გამრავლების ფორმულის მიხედვით მათ კვადრატების სხვაობას, ანუ ნიშნელში გვექნება x-ის კვადრატს გამოკლებული ფესვი 3-ის კვადრატი, ანუ x კვადრატ მინუს 3. ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია x კვადრატ მინუს 3 შევკვეცოთ წილადის მრიცხველსა და ნიშნელში, შედეგად მივიღეთ ისევ, რომ გამარტივების შემდეგ ჩვენი გამოსახულება ტოლი არის x მინუს ფესვი 3-ის. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი გამარტივებაზე. გარდაქმნათ არითმეტიკული კვადრატული ფესვი ახარისხად 7-დან. თავიდანვე შევნიშნოთ, რომ ამ გამოსახულებას აზრი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აიქნება არავარყოფითი რიცხვი, ანუ მეტი ან ტოლი 0-ზე, რადგანაც როგორც ხედავთ, აადის კენთ ხარისხში და შემდეგ ვიხილავთ აქედან არითმეტიკულ კვადრატულ ფესვს. ახარისხად 7 შეგვიძლია დავშალოთ მომრავლებად როგორც ახარისხად 6-ის ნამრავლი a-ზე და პირველი თვისების გამოყენებით შემდეგ განვიხილოთ ცალკე არითმეტიკული კვადრატული ფესვი ახარისხად 6-დან და ცალკე არითმეტიკული კვადრატული ფესვი a-დან. ახარისხად 6-დან არითმეტიკული კვადრატული ფესვი ტოლი არის a კუბის მოდულის და ეს a კუბის მოდული მრავლდება ფესვი a-ზე. მაგრამ როგორც უკვე აღნიშნეთ, გამოსახულებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც a მეტი ან ტოლია 0-ზე, ამის გამო a კუბი იქნება დადებითი და მისი მოდულიც
იქნება, ამიტომ A კუბის ტოლი. საბოლოო შედეგი, მოკლედ ჩვენი გამოსახულების გარდაქმნისა არის, რომ მივიღეთ ასეთი პასუხი: A კუბი გამრავლებული ფესვი A-ზე. შემდეგი მაგალითი ეხება ასეთი რიცხვითი გამოსახულების გამოთვლას. ერთი შეფარდებული ფესვი 2 პლუს 1-თან დავუმატოთ ერთი შეფარდებული ფესვი 3 პლუს ფესვი 2 და დავუმატოთ ერთი შეფარდებული ფესვი 4 პლუს ფესვი 3. თუ ჩვენ შევეცდებოდით ამ გამოსახულების გარდაქმნას გაერთმნიშვნელიანების გზით, შედეგი იქნებოდა ძალიან წარუმატებელი. გაცილებით მოსახერხებელი გზა არის, რომ თითოეულ ამ წილადში მოვახდინოთ მრიცხველისა და მნიშვნელის გამრავლება მნიშვნელთა შეუღლებულ გამოსახულებებზე, რითაც თითოეულ ამ წილადში მოხდება მნიშვნელის გათავისუფლება ფესვის ნიშნისაგან, ანუ ირაციონალობისაგან. ამ მიზნით პირველი წილადის მრიცხველი და მნიშვნელი გავამრავლოთ ფესვი 2-ს მინუს 1-ზე, მეორე წილადის მრიცხველი და მნიშვნელი გავამრავლოთ ფესვი 3-ს მინუს ფესვი 2-ზე და ბოლო წილადში მრიცხველი და მნიშვნელი გავამრავლოთ ფესვი 4-ს მინუს ფესვი 3-ზე. ამის შედეგად თითოეული წილადის მნიშვნელში გვექნება ორი გამოსახულების ჯამის მაცავე სხვაობაზე ნამრავლი, რაც ისევ და ისევ შემოკლებული გამრავლების ფორმულის მიხედვით წარმოადგენს ამ ორი რიცხვის თუ გამოსახულების კვადრატების სხვაობას. კერძოდ პირველ წილადის მნიშვნელში გვექნება ფესვი 2-ის კვადრატს გამოკლებული 1-ის კვადრატი, ანუ 2-ს მინუს 1. მეორე წილადში გვექნება ფესვი 3-ის კვადრატს გამოკლებული ფესვი 2-ის კვადრატი, ანუ 3-ს მინუს 2. ხოლო მესამე წილადის მნიშვნელში გვექნება ფესვი 4-ის კვადრატს გამოკლებული ფესვი 3-ის კვადრატი, ანუ 4-ს მინუს 3. როგორც ხედავთ, თითოეული ამ წილადის მნიშვნელში შედეგად 1-ს ვიღებთ, შესაბამისად გამოსახულება გარდაიქმნება შემდეგნაირად: ფესვი 2-ს გამოკლებული 1, დამატებული ფესვი 3-ს გამოკლებული ფესვი 2 და დამატებული ფესვი 4-ს გამოკლებული ფესვი 3. როგორც ხედავთ, ფესვი 2-ები ბათილდება, ასევე ბათილდება ფესვი 3 და საბოლოოდ ვრჩება მხოლოდ მინუს 1-ისა და ფესვი 4-ის ჯამი. ფესვი 4-დან 2-ია და საბოლოოდ მინუს 1-ს დამატებული 2 გვაძლევს შედეგად რიცხვ 1-ს. მეშვიდე მაგალითად ზოგადად განვიხილოთ x კვადრატი უდრის a განტოლების ამოხსნა. თუ a მეტი არის 0-ზე, x კვადრატი უდრის a განტოლებას ამონახსნები აქვს x უდრის პლუს მინუს არითმეტიკული კვადრატული ფესვი a-დან. ანუ გვაქვს ორი ამონახსნი: x1 უდრის არითმეტიკული კვადრატული ფესვი a-დან და x2 უდრის მინუს არითმეტიკული კვადრატული ფესვი a-დან. თუ a 0-ის ტოლია, ამ შემთხვევაში x კვადრატი უტოლდება 0-ს და შესაბამისად ჩვენს განტოლებას მხოლოდ ერთი ამონახსნი აქვს x უდრის 0-ს. და ბოლოს მესამე შემთხვევა, თუ a უარყოფითია, 0-ზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში x კვადრატი უდრის a განტოლებას ამონახსნი არ გააჩნია. განვიხილოთ განტოლებათა ასეთი მაგალითები. პირველი, x პლუს 2 კვადრატში უდრის 16 და ამოვხსნათ იგი. ამ შემთხვევაში x პლუს 2 უტოლდება არითმეტიკული კვადრატული ფესვი 16-ს, ან x პლუს 2 ტოლი არის მინუს არითმეტიკული კვადრატული ფესვი 16-დან. 16-დან ფესვი ამოდის 4, როგორც ვიცით, x პლუს 2 უდრის 4-ს, საიდანაც ვიღებთ ერთ ამონახსნს x1-ს, რომელიც 2-ის ტოლია. მეორე განტოლება გვექნება, რომ x პლუს 2 უდრის მინუს 4, საიდანაც ამ განტოლების მეორე ამონახსნია x2 უდრის მინუს 6. განვიხილოთ კიდევ ერთი ასეთივე განტოლება, x-2 კვადრატში ტოლი არის 3-ის. აქედან x-2 ტოლია ფესვი 3-ის, ან x-2 ტოლია მინუს ფესვი 3-ის. პირველი ამონახსნი, პირველი განტოლებიდან გვექნება, რომ x1 ტოლი არის 2-ს დამატებული ფესვი 3, თუ 2-ს გადმოვიტანთ, მინუს 2-ს გადმოვიტანთ აქეთ, ტოლობის მარჯვენა მხარეში, ხოლო x2 ტოლი არის 2-ს მინუს ფესვი 3-ის. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაშიც ორი ამონახსნი გვაქვს. ოღონდ ამ შემთხვევაში ფესვები წარმოადგენენ ირაციონალურ რიცხვებს, განსხვავებით ამ მაგალითისა, სადაც შედეგი გვქონდა ორი ამონახსნი, ორივე რაციონალური რიცხვები. და კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ, თუ a და b დადებითი რიცხვებია, 0-ზე მეტი რიცხვებია და მოცემული გვაქვს, რომ a პლუს b ამ ორი რიცხვის ჯამი 51-ია, ხოლო ab მათი ნამრავლი 400. უნდა ვიპოვოთ ფესვი a-დან პლუს ფესვი b-დან გამოსახულების მნიშვნელობა. ამისათვის ასე მოვიქცეთ. ფესვი a პლუს ფესვი b ავიყვანოთ კვადრატში
შემოკლებული გამრავლების ცნობილი ფორმულით ეს ტოლი არის ფესვი a კვადრატს a-ს დამატებული ფესვი b კვადრატი b და ასევე მათი გაორმაგებული ნამრავლი 2 ფესვი ab. a პლუს b-ს მნიშვნელობა და ab-ს მნიშვნელობა შევიტანოთ ამ გამოსახულებაში, შედეგად გამოგვივა 51 დამატებული 2 ფესვი 400. არითმეტიკული კვადრატული ფესვი 400-დან 20-ია, რაც 2-ზე გამრავლების შემთხვევაში გვაძლევს შედეგად 40, 51 დაემატება 40 და მიიღება 81. ანუ ფესვი a პლუს ფესვი b კვადრატში ტოლი არის 81-ის. ამ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ ფესვი a პლუს ფესვი b-ს მნიშვნელობებად 9 ან -9, ანუ ის რიცხვები, რომელთა კვადრატი 81-ის ტოლია. მაგრამ ფესვი a არის დადებითი, ისევე როგორც ფესვი b, რის გამოც გამოირიცხა შემთხვევა, რომ ფესვი a პლუს ფესვი b იყოს უარყოფითი რიცხვის, ამ შემთხვევაში -9-ის ტოლი და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა ის, რომ ფესვი a-ს და ფესვი b-ს ჯამი ტოლი არის 9-ის. დამოუკიდებელი მუშაობისათვის გეძლევათ შემდეგი სახის დავალება. პირველი. გარდაქმნით გამოსახულება ისე, რომ მნიშვნელი ფესვს არ შეიცავდეს. 5 ფესვი 3 შეფარდებული 2 ფესვი 7-თან. b მაგალითი არის 1 პლუს ფესვი 3 შეფარდებული ფესვი 10 - 3-თან და ბოლოს 12 შეფარდებული ფესვი 2 პლუს ფესვი 3 - 5. მეორე დავალება ასეთია, ამოხსენით განტოლება x პლუს 7 კვადრატში ტოლი არის 23-ის. მესამე დავალება არის, რომ გავამარტივოთ ასეთი გამოსახულებები ფესვი 11 პლუს ფესვი 5 კვადრატში -16 და 7 - 2 ფესვი 5-ის ნამრავლი 7 პლუს 2 ფესვი 5-ზე. და ბოლო დავალება განიხილება a და b დადებითი რიცხვები და გთხოვენ ვიპოვოთ ფესვი a პლუს ფესვი b-ს მნიშვნელობა, თუ a-სა და b-ს ჯამი 82-ია, ხოლო a-სა და b-ს ნამრავლი 91-ის ტოლია. გისურვებთ წარმატებებს.